ოზურგეთელმა მაყურებელმა კიდევ ერთი პრემიერა იხილა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინეს სცენას და მაყურებელს დაუბრუნდა. კლასიკური ნაწარმოები ახალი ინტერპრეტაციით, ახლებური მიზანსცენებით, საინტერესო მუსიკითა და ქორეოგრაფიით. ოზურგეთელმა მაყურებელმა ქალის ისტორია იხილა, მძიმე სოციალური ყოფით, ტრაგედიით, რომელიც იძულებულია უსამართლო გარემოს გაერიდოს და თავი ემიგრაციაში შეაფაროს, სადაც ორმა სირთულესა და ჩაგვრას ტრაფიკის პირისპირ აწყდება. რეჟისორის მთავარი სათქმელიც ესაა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი მარიამ სიხარულიძეა, დადგმის მხატვარი თეო კუხიანიძე, ლოდბარი ლედი კეჭაღმაძე, მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია მარიკა ქვეითაიას. სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრის მსახიობები, განახლებული შემადგენლობით და თეატრალური სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით. საპრემიერო ჩვენებამ მაყურებლის დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქალაქისთვის. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა დიდი ქართველი მწერალის ეგნატე ნინოშვილის ერთ-ერთი ემოციური ნაწარმოები ქრისტინე. ნინოშვილის შემოქმედება ქრისტინე არის ამბავი სიყვარულზე, განცდაზე, ტკივილზე და იმ მძიმე რეალობაზე, რომელსაც ადამიანები ხშირად ხვდება. სწორედ აქ სცენაზე სიტყვა იქცა ემოციად, ემოცია განცდად, ხოლო განცდა კი ფიქრად, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან მიყვება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დას, თეატრალურ დას, რეჟისორს, მსახიობებს და იმ თითოეულ იმ ადამიანს, რომლებმაც დღევანდელი საღამოს ორგანიზება ასე ლამაზად მოახერხა. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ოზურგეთში ვარ, გურიაში ვარ, ჩემს კუთხეში ვარ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის სპექტაკლზე ვარ და მე უპირველეს ყოვლისა მინდა თეატრს პრემიერა მიულოცო და მადლობა უთხრა ოზურგეთის თეატრს, ბატონ ვასოს, ბატონ ზაზას იმისათვის, რომ მარიამს ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ აი ამ შესანიშნავ დასთან ერთად ესეთი ნამუშევარი მოეწოდებინა მაყურებლისთვის. მე მგონი სპექტაკლი შედგა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ თავისი სათქმელიდან გამომდინარე და თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სადადგმო ჯგუფი ამას ვერ გაექცეოდა. შესაბამისად, მინდა მიულოცო თეატრს წარმატებული პრემიერა და უსურვო აი ესეთი წარმატებები და მრავალი სიახლეები და სიკეთე ამ თეატრს. დიდი მადლობა პირველ რიგში ოზურგეთის თეატრს, მთელს ქალაქს, დას ესეთ ფილად მიღებისთვის. მთავარი სათქმელი ჩვენი რაც არის გამომდინარეობს დღევანდელი პრობლემიდან, რაც საერთოდ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ეხლა ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილი ეპშტეინის ფაილები, სადაც ტრაფიკინგზე არის პირდაპირ საუბარი, ახალგაზრდა ბავშვები როგორ ჩაყავთ იქ და როგორ ძალადობენ მათზე. და ეს არა მარტო საქართველოს პრობლემა, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა დღეს. და ჩვენი სათქმელიც ზუსტად ეს არის, მუხრა მაჭავარიანის ერთი ლექსიდან გვაქვს გამოყენებული ფრაზა დუმილი რეკავს. ჩვენ ხშირად ვდუმავთ ისეთ ამბებზე, რასაც არ უნდა ვდუმდეთ და პირიქით ძალიან ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ, უნდა ვბრაზდებოდეთ ამ ამბავზე, საკუთარ თავებზე. და იმედია, რომ ერთი ადამიანს მაინც მოხვდებოდა ეს გულზე და ცოტა სხვანაირად დავიწყებთ ფიქრს. რთულია გულგრილად ჩაუარო ამ ტიპის და ამ ხასიათის ნაწარმოებს, ამდენი პრობლემის მქონე ნაწარმოებს. ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ სცენაზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო თეატრს, მის ადმინისტრაციას, კოლეგებს, ვინც პარტნიორობა გამიწია ძალიან მშვიდი და გულწრფელი მდგომარეობა მქონდა უცხო გარემოში და ძალიან დიდი მადლობა ისევ მარიამს ამ საინტერესო ვერსიისთვის, ამ კლასიკური პრობლემის, კლასიკური
გადაწყვეტისთვის. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მშობლიურ მხარეში, მშობლიურ თეატრში და ესეთი საპასუხისმგებლო როლის შესრულება არ იყო მარტივი და მით უმეტეს ქრისტინე უკვდავი კლასიკაა და ის სირთულეები, რაც ამ გოგომ გადაიტანა მოკლე დროში, ძალიან რთული იყო, რომ მაყურებლამდე პატარა დროში მიგვეტანა და გადაგვეცა მთელი ემოციებით. არ იყო მარტივი მუშაობა, ძალიან რთული იყო, მაგრამ ქალბატონ მარიამთან მუშაობით, შევძელით და შევქმნით ჩემი აზრით საკმაოდ კარგი სპექტაკლი. იმიტომ რომ 1982 წლის შემდგომ, როცა ჩვენ მე და ჩემმა თეატრმა მაშინ დავდგით ეგნატე ნინოშვილის ოქროს ნალი. იმის შემდგომ ეგნატე ნინოშვილს არ მიბრუნებია ქართულ თეატრში არავინ და მარიამ სიხარულიძემ გადადგა ეს ჩემთვის პირადად საოცარი ვაჟკაცური ნაბიჯი, რომ თანამედროვე ინტერპრეტაციით მივიდა ქრისტინესთან და შექმნა საოცრად საინტერესო სპექტაკლი. აი ეს პირველი ბედნიერება. შემდგომ ის რომ ჩვენი თეატრის 4 ახალი მსახიობი პირველად იდგა დღეს თეატრის სცენაზე, მე მათ ულოცავ, წარმატებებს უსურვებ და განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენ გაზდილ მარიამ გუჯაბიძეს, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი ქრისტინეს როლს, კიდევ ერთით საინტერესო პლასტით გამოჩნდა ჩვენი თეატრის სტუდიელები, რომლებმაც უზარმაზარი ტვირთი აიღეს თავის თავს და რა თქმა უნდა ჩვენი თეატრის მაგარი არტისტები, მე მათ ასევე ვეძახი, მაღალი პროფესიონალები, რომლებმაც ყოველ მხრივ შეუწყეს ხელი რეჟისორს და სადადგმო ჯგუფს. დღეს ბევრი ძალიან საინტერესო და ლამაზი ფაქტი შედგა ოზურგეთის თეატრში.